ჭადრაკის სასახლის და ალპური კლუბის რესტავრაცია იწყება. თავდაპირველი იერსახის აღსადგენად საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 29,700,000 ლარი გამოიყო. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი. დარბაზი, რომელიც მართლაც ულამაზესია, ფაქტიურად განადგურებულია და მთლიანად განახლებული, რეაბილიტირებული იქნება. ჭადრაკის სასახლის სამუშაოები ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი არის გარე ფასადის სამუშაოები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბრისთვის იქნება დამთავრებული და შემდეგ უკვე მომდევნო წლის ბოლოსთვის დამთავრებული იქნება მთლიანად პროექტი თავისი შიდა სამუშაოებით, ოთახების კეთილმოწყობით, დარბაზის განახლებით, რეაბილიტაციით. მართლა ძალიან მაგარი პროექტი არის მთლიანობაში, დაახლოებით 29 მილიონი ლარი იხარჯება. დაგეგმილი არის ყველა იმ ელემენტის აღდგენა ფასადზე და შიგნით, რომელიც იყო თავდაპირველად ავთენტურ პერიოდში. აქედან გამომდინარე მიმდინარეობს სამუშაოები 2026 წლის დეკემბერში გეგმება ამ პროექტის დასრულება. წლების განმავლობაში თქმულად საკმაოდ დაზიანებული იყო აღნიშნული შენობა, უნებართვო მიშენებები იყო. აქედან გამომდინარე ფონდმა დაიწყო გასულ წელს რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე არის პროექტირება და ასევე ფასადის რეკონსტრუქცია, რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ფარჩი განთავსებულები არიან ჭადრაკის ფედერაცია და ალპური კლუბი, რომლებიც პირვანდელი ფუნქცია შეინარჩუნებენ.